მონასტერში რო გადავწყვიტე რომ დარჩენილიყავი პირველი რაც გავაკეთე დავრეკე მშობელთან და დედის ტირილი რო გავიგე რო უთხარი რომ მე ბერობა მინდა გავიგე დედის ტირილი ამანიდან ცუდად იმოქმედა ჩემზე რომ აი დამანგრია ყორმილი გავთიშე და დავიწყე ბრძოლა მართლა აზრებთან რომ შენ წამოხვედი შენებს არავინ აღარ დაეხმარება ერთადერთი ბიჭი ხარ პატრონი ჭირდება ძრუნველობა ჭირდება და ამ ბრძოლამ ერთი კვირის მანძილზე გასტანა მე ერთ დღესაც საღამოს დაღლილმა ღვთისმშობლის ხატთან დავდექი და თხოვე რომ აი თუ შენთვის სათნოა რომ მე ეს გზა ავირჩიო მე დავრჩე და მე ბერი გავხდე მაშინ დაალაგე ყველაფერი ისე რომ ამაში ხელი შემეწყს და მოხდა სასწაული იცით დამშვიდი ამ ყველაფრის შემდეგ საოცრად წარმოვიდგინე ჩემთავს უთხარი რომ აი ბერობას აპირებ და იმის რწმენაც კი არა გაქვს რომ ღმერთი 100 ჯერ უკეთესად იზრუნებს შენზე შენ მშობლებზე რომ მკვდარიყავი ხო იგივე მდგომარეობა იქნებოდა რა მოხდებოდა და ერთი კვირის თავზე დავრეკე სახლში გახარებულმა დედამ წრევნების მაგალითად გახარებულმა დედამ მითხრა რომ იმ წუთას ძალიან ძიმე მდგომარეობა ჰქონდათ სამსახურის გარეშე იყვნენ ორივე და გახარებულმა დედამ მითხრა რომ თვითონაც და მამასაც სამსახური ჰქონდათ ნაშოვი ყველაფერი დალაგებული იყო და ეს იყო ყველაზე დიდი ნიშანი და სასწაული იმისა რომ ღვთისთვის სათნო იყო ჩემი აქ დარჩენა აქედან გამომდინარე მე თვითონაც გავაკეთე ეს არჩევანი და კიდე ერთხელ დავრწმუნდი და გავმტკიცდი ამაში თუმცა შეიძლება ითქვას რომ ყოველი წამი აქ ცხოვრებისა განახებს ღვთის ხელს შენ ცხოვრებაზე და განახებს როგორ პატარა ბავშვი ვიძრუნავს უფალი შენზე